Საბართალი აქვს დღეს. ყველაფერი რეალური ვთქვი, არაფერი აქ მოგონილი არ არის, არაფერი ტყუილი. ესეთი რა დააშავა ჩემმა შვილმა, კაცის მკვლელი ეს არისო. ავარია მოუხდა. ვერ გააკეთა ის რაღაც დამტვრეული ისა და ციხეზე ჩივილი იყო და ციხეში დაიჭირეს. ამის გულიზე უნდა შვილი მომიკლა, კაცო. ამის გულიზე. მელაპარაკა ისე ჩვეულებრივ ნორმალურად თავის ხმაზე. 13 აგვისტოს. 24-ში ეს უკვე კომაში ჩავარდნილა. 24 აგვისტოს. რამ ჩააგდო კაცი მოსიარულე ფეხზე, კაი მოლაპარაკე. 13-დან 24-მდე რა არის? ერთი კვირა ვთქვათ, ხო? მეორე კვირა დაწყებული, უკვე კომაში ჩავარდნილი, სისხლიდან დაცლილი გადაიყვანეს ღუდუშაურის სამავთყოფოში. ღამევე დავრეკე ღუდუშაურის სახლიდან დავრეკე მიმღებში და შევეკითხე ნატრაძე მოიყვანეს თუ არა მანდ მეთქი. კი ორიამინაციაში წევს ჩვენთან არის მოყვანილიო. მეორე დილითვე გავიქეცი, მაგრამ რა გინდა მე მაგ დროს მოიყვანეს ის პანკისის დაჭრილები. ვაიმე რა არ ვეხვეწი, აქეთ ვეხვეწე იქ დაბლიდან, ამიშვით როგორმე, ან ექიმს დაველაპარაკო, ან ისა. ქალბატონო ისეთი სიტუაცია ახლა ვერსად ვერ აგიშვებთ და ვერსადო მინისტრი მოდის ჯანმრთელობის, სააკაშვილი მეორე დღეს მოდის, ისე რომ ჩვენთვის არავის არ ასცალოდა მაგ დროს. მეორე დღეს გადაუგზავნიათ 2:30 დღე გლდნის სამავთყოფოში, ციხის სამავთყოფოში. და ეს თელი 2 კვირა გააჩერეს იმ გლდნის ციხის სამავთყოფოში. მე როგორც ფიქრობ, ჩემო კარგო, როგორც ფიქრობ, ხო? არ შეიძლება 2 კვირის წინ ადამიანი დაგელაპარაკოს საღათ და ტელეფონთან აპარატთან მივიდეს თავის ფეხით და მე ერთი თვის განმავლობაში ღვიძლი ისე კონდეს დაზიანებული, რომ დაეშალოს და სისხლის დენა ისეთი დაემართოს, რომ შიგ ღვიძლის ნატამალი აღარაფერი ჰქონდეს. ესე იგი ამას ან წიხლი აქვს ჩარტყმული, ნაცემი, იმიტომ არ მაჩვენებდნენ ის ერთი თვე არც მე და არც ადვოკატს, რომ ჩვენ ეს დალურჯებული იყო თუ რაც იყო, ესენი ჩვენ არ გვენახა ამის ტანზე, არ შეგვემჩნია. ჩემი აზრით კიდე ეს არის ერთადერთი ეს არის, რომ იყო ჯალათებთან მოქცეული ეს იყო. ავანტყოფი ადამიანი, ნახევარი ჯანღონის და ნახევარი ჯანის პატრონი, ერთ თვეში ღვიძლი ექიმი მეუნება, ღვიძლის პატარა ნაწილაკიც კი აღარ აქვს შერჩენილიო. ასეთი მძიმე მდგომარეობაში თუ იყო პატიმარი, ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო ჩემი მიმართვა. როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაში იყო, ალბათ მას როგორც დასკვნაში ცნობაში მიწერია ექიმის ცნობაში, მას ჰქონდა ტუბერკულოზი, კავერნა, მგონი თუ არ კავერნა, ასე წერია და ამავე დროს ჰქონდა ღვიძლის ციროზი. თუ ასეთი მძიმე მდგომარეობაში იყო პატიმარი, საერთოდ არ სჭირდებოდა მას ადვოკატის ადვოკატს არ უნდა იმუშაობა და უნდა ის ეკნავა. თვითონ დეპარტამენტს უნდა დაეყენებინა საკითხი და უნდა გაენთავისუფლებინა ეს მანამდე, სანამ მე დავიწყებდი ამ საქმეზე მუშაობას. და რატომ არ მოხდა მისი ამ საკითხზე, რატომ დეპარტამენტმა რატომ არ იფიქრა და რატომ არ გააკეთა დასკვნა რომ გაენთავისუფლებინათ, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი.